თუ რაც იქნება და იმის თქმა რომ აი ის ესეთია, ის ისეთია, აი ამისგან უნდა მოვერიდოთ. იმიტომ რომ ძალიან ხშირად შეიძლება ძალიან შეგწყვეტს ჩვენ რომ სხვაზე ცუდი ინფორმაციას გაავრცელებ და უფალი გაჩვენებს რომ ვიზედაც შენ ეს ცუდი ინფორმაცია გაავრცელე თურმე როგორი ღვთისმოსავი და როგორი ღირსეული პიროვნება ყოფილა. ასე რომ უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენ უნდა ვიყოთ თავშეკავებული ჩვენი აზრის გამოთქმისაგან. მით უმეტეს როდესაც ეს აზრი სხვის უარყოფით მხარეს ეხება. უნდა გვახსოვდეს არ უნდა გავიკითხოთ ქრისტე პირდაპირ გვეუბნება ნუ განიკითხავთ და არც მე გამგიკითხავ. თუ ჩვენ სხვას განვიკითხავთ მე რწმუნეთ რომ ძალიან ბევრჯერ განგვიკითხავენ და პირველ რიგში მე საშინელ სამსჯავროზე უფალი განგვიკითხავს. აი ეს ყველაზე საზარელია. მამა ამობენ ხოლმე რომ სხვისი განკითხვა არის ყველა ცოდვის საწყისიო და კი ბატონო აი უფალი ხო ბრძანებს ნუ განიკითხავ თუ არ გინდა რომ განგიკითხოთ და რა ცოდვაშიც ჩავარდნიცაც განიკითხავ ზუსტად იმ ცოდვაში ჩაგაგდებს მე ანუ რასაც თესავ ზუსტად იმას იმკი ეს რას ნიშნავს იცი რომ განკითხვა არის ის ცოდვა რომელიც სხვა ყველა ცოდვებს კარებს უღებს შენში და ეს იმას ნიშნავს რომ შენ აი ამ ღია კარებში რა სახის ბოროტისური შემოვა შენთან ვერ გააკონტროლებ. შეიძლება სულაც არ გიყვარდეს სასმელი და ამ დროს განიკითხო ლოთი ადამიანი და სასმელის მის ბოროტისული ლოთობის ბოროტისული შემოვიდეს ისე რომ ისე დაგაწყებინოს სმა რომ გაგიკვირდეს კაცო არ მიყვარდა და ეს ყოველდღე როგორ თვრალი ვარ. ასე რომ დაგვიფაროს უფალმა და ყველა განკითხვისაგან გვაშოროს მაღალმა ღმერთმა. ამინ. მამა აი ცოდვას რო აი სიტყვას ცოტა აერიდოს ან მოუკლოს ადამიანმა რა უნდა ქნას? აი რა მეთოდი შეიძლება როგორც ბერმა რო გვასწავლოთ თუნდაც ერში. ყველაზე კარგი არის როდესაც ადამიანი ჩაღრმავებული იქნება საკუთარ თავში და ხშირად დაიწყებს საკუთარ თავის განკითხებას. აბა მე როგორ ვფიქრობ ამაზე, აბა მე რას ვაკეთებ, აბა მე რა ვთქვი, აბა განცდა ითვისთა ცოდვათ არის უმთავრესი იმისა, რომ არა განიკითხო ძმა შენი. ლოცვაც არის ეფრემასურის ლოცვა დიდმარხვის ლოცვებში რომ მომეცმე უფალო განცდა ითვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა, ვისაც საკუთარი თავის ცოდვების განცდის სურვილი აქვს, განცდის საშუალება და მიდრეკილება აქვს, ის ნაკლებად არის ხვის ცოდვებში განკითხების და განკითხვის მომენტში. ნაკლებად არის. ასე რომ ვეცადოთ საკუთარ თავს მივხედოთ და სხვების ნაკლს თუ დავინახავთ ღმერთო შენ უშველე და მისი ლოცვით ჩვენს გვიშველე უფალო. აი ეს ჯობია. დიდი მადლობა.